ანიკო, მანანა როგორ არის? ავად იყო იწერებოდი. გკოცნის შენი ლადო ასათიანი 1942 წელი აბას თუმანი. იმ დროს სიცხით და ოცნებით თვალებანთებული ბიჭი თავის უკანასკნელ ლექსებს წერდა და თან მთელი თაობის ბედს განასახიერებდა. იმ დროს უკვე ჰყავდა თავისი თვალხატულა მანანა. მთელი ცხოვრება რომ ეგონა ახსოვდა მამა. ეს გადაცემა მამაშვილობას ეძღვნება. იმის გახსენებას თუ როგორ გრძნობდა მანანა ასათიანი ლადოს ნათელ მზერას. ჩვენ ცხოვრობდით ძერლისის ქუჩაზე 3 ნომერში, სადაც ლადოს აბრაცი იყო გაკრული, რომელიც მერე გაქრა მოიპარეს. სამსართულიანი სახლი იყო და კარს ჰქონდა ფანჯარა შუშის. იქიდან გადაწევდა ხოლმე ფანჯარას და იქიდან დამანახებდა ხოლმე ლადოს და ერთხელ მომფერებია შეუყვანივარ მე ბებიასთან მისდებოდი იქვე ახლოს დედაჩემის დედასთან ხო და რაღაც ეს მახსოვს რაღაც ნათლად იცით რომ მომეფერა თითქოს ალბათ მონაყულისგან თუ რა შეიძლება ხა 2 წლის ნახევრის ბავშვს ახსოვდეს იქ მამისეული ის ქონდა იცით თარო ბამბუკის ხისგან თარო და მისი წიგნები იყო ერთი ინსტრუმენტი იდგა რატომღაც დედას ქონდა ნაყიდი რომ შევეყვანეს მუსიკალურში და ხტი ერთი საწოლი მაგიდა სულ ეს იყო მისი ავადიდება თავთან საწერკალამი და რვეული ედო ლადოს ფენომენი ქართულ პოეზიას მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში ეს არის წარუშლელი, ეს არის საოცარი ტკივილით, მაგრამ საოცარი სიამაყით მოსაგონარი პოეტი. პოეტი, რომელმაც სულ რამოდენიმე წლის მანძილზე შეძლო გაეუკვდებინა თავისი სახელი და ჩაწერილი იყო ოქროს ასოებით ჩაწერილი იყო მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში. უიღბლო იყო მისი ამ ქვეყნად არსებობა, მაგრამ იღბალი ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ იყო ბრწყინვალე პოეტი. ბრწყინვალე პოეტი და გაიუკვდავა მან თავისი სახელი, თავისი შესანიშნავი ბრწყინვალე პოეზიით. შეუძლებელია იყო ქართველი და ერთი ლექსი მაინც არ გახსოვდეს ესე იგი ლადო ასათიანისა. ძალზედ პოპულარული ხალხისათვის რაღაც საოცრად ასე თქვა თბილი და გულში ჩამწვდომი ეს უმძიმესი სნეულებით დაავადებული ადამიანის რაღაცა ლექსში გამოხატული ოპტიმიზმი სიცოცხლის სიყვარული არა თავჩაღუნვა და არა ცრემლის დენა არამედ იქეთ გამხნევება ქართველისა და იქეთ კიდევ აღტაცებული რაღაც გარკვეული ესე თქვა სიყვარულის გამხელა მთელი სამყაროს მიმართ რაღაც საოცარია ლადო ასათიანი ეს არის უძვირფასესი პოეტი საერთოდ ეს იგი მე-20 საუკუნისა იმ დროს თბილისში პოეტებისა და პოეზიისთვის თითქმის არავის ეცალა იმ დროს უკურნებელი სენით დაავადებული ლადოს ათობით შედევრი იწერებოდა მერე მამის ხელნაწერებს სათუთად უვლიდა ერთადერთი ქალიშვილი დედისგან გადმოცემულ ყველა მოგონებას კინძავდა და მუდამ თანატარებდა კიროვის ქუჩის დასაწყისში მის ზესბინა და გაეხარდა ნათელი და ფანჯრიანი დიდი ოთახი იყო. მის ზესბინა გადაიტანა წიგნები პირველ რიგში, ეს თავისი თაროთი და ნელა აპირებდა იმას და უცბად გამოუცხადეს რომ არა ეს არ შეიძლება იმ ბინაშიო თქვენი ისაო ყოფნაო, იმიტომ რომ მოკლედ არ ვიცი რაღაც უკანონო თარიო თუ რაღაცაო და უკან და ძალიან ბევრი წიგნი დაკარგა. მწერალთა კავშირში ყოველ დღე დადიოდა თითქმის ვიღაცაზე ფუნაგორია რო არ ეთქვა რა რაღაცა ლექსი რო არ მიეყოლებინა ისე არ გამოვიდოდა იქიდან როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა როგორ უნდა მოიალერსო მას როგორ უნდა უდგე რაღაც დარაჯად ესე იგი მის ღირსებასა და მის განსაკუთრებულ ასე თქვა დამსახურებას აი ლადო ასათიანი ეს არის სრულიად უნიკალური სახელი ახსენებ ლადო ასათიანს და შინაგანად რაღაც ისეთი სევდიანი მაგრამ საოცრად ამაღლებული განცდა გეუფლება რა იყო რა მისი ცხოვრება არაფერი რაღაც რამოდენიმე წელი სულ
აი ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში მან მოახერხა, აი 80 წლის კაცი რო დაწერდა, აი ის სათქმელის თქვა ესე იგი თავიდან ბოლომდე. სწორედ ლადო ასათიანია ის, რომელმაც ქართველის სულში რაღაც სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა და ლადოს თავისი ადგილი აქვს, სადაც მას ვერავინ ვერ შეეცილება. ის ლადოსია. იქ შესვლა არ შეიძლება, ის მხოლოდ ლადოს, ასე ვთქვათ, სულით არის შემოფარგლული. ეს მისი გარდაცვალების შემდეგ თქოს. ლადოს დაღლილი თვალები შინაგან სითბოსა და სისპეტაკეს აფრქვევდნენ. ხოლო როცა სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის შემოქმედებაზე დაიწყებდა საუბარს, ამ დაღლილი თვალებიდან გამომკრთალი შუქი მთელ სახეს გაუნათებდაო. ამ სინათლესთან ასოცირდებოდა მამა მანანა ასათიანისთვის. მთელი არსებით რომ გრძნობდა, როგორ აზდიოდა ალმური მამის ყოველ სტრიქონს. ისიც იცოდა, როცა ლადომ მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე გაიცნო, რუსთაველზე, ჭადარზე მიყრდნობილი ხმამაღლა რომ ფიქრობდა. რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზეო. დედა მწერალთა კავშირში მუშაობდა. იქიდან ფეხით მოდიოდა ხოლმე რუსთაველის პროსპექტით და ისე ადიოდა ხოლმე ჭავჭავაძის ქუჩაზე თავის დედასთან. ხო და ხშირად ხდებოდა მაღალ კაცს და თვალში გაუყარეთო ერთხელ და დამამახსოვრდაო და მეორე დღეს რომ მოვდიოდიო ამ ხანაკთან ერთად მოვდიოდიო. ამ დროს ნიკა აგიაშვილი შემხვდაო. ამ დროს ლადომ გამოიარაო. და უკვე ნანახი მყავდაო და ნიკამ გაიცანია ეს ლადო ასათიანი არისო. იმ დღეს წერილი გაუგზავნა მწერალთა კავშირში უფრო სწორედ მეორე დღეს. და სიყვარულის ახსნა იყო. პირველი ნახვით შეყვარება და რატომღაც დავხიეო, ძალიან ლამაზი წერილი იყო და სიკვდილამდე იმას ჯავრობდა, რომ როგორ დავხიე ეს წერილიო. სახში რომ ამოვიდა, დედამისმა უთხრა ბებია, მამის ასია ნაცვლიშვილი გახდათ ბებია და ერთი შენ თავი გამათხოვებინათ, არაფერი არ მინდაო. მაგაზე ადვილი რა არისო, ხვალ მოგიყვანო სასიძულსა და თუ მოგეწონება გავყვებიო. ბებიას დაფაცურდა და მასე ნავთქურაზე რაღაცები გააკეთა, რაც შეძლო. ანიკო შეხვდა ლადოს და ამოიყვანა სადილად სახში. და სამზარეულოში გამოვიდა და მოგეწონაო და კიო რა ხან ლევან კიკნაძესთან ერთად მოვიდა და კიო რა კარგი კაციაო და ლევანზე უთქვია. არა ეგ არ არისო ლადო მეორეაო. არა უშავსო იყოსო, ეგეც კარგია. ხო და მე მალე მოხდა ეს ხელის მოწერა 40 წელში მოაწერეს ხელი. 51-ში მე გავჩდი. ქალობა დაიმკვეხაროს, ცადა ქვეყანამ ნახოს. ამას პატარა მანანას უსურვებდა მამა, თავის ჩიტუნიამ ზეწვიას, ასე ეძახდა თვალხატულა გოგოს. ლადომ იმ დროს უკვე იცოდა, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული. დრო რომ ცოტა ჰქონდა, ესეც იცოდა. დიდი სიყვარული ჰქონდათ დედას სიკვდილამდე ყვებოდა. ეს და ალბომი აქვს და იქ არის მისადმი მიძღვენი ლექსი რადა მავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რომელიც ამღერებულია მერე. და ყველა პოეტს აქვს მიძღვნილი გალაქტიონსაც კი ასინებს ნუ დაწაბიდეს ვაჩვენე და გალაქტიონის ხელია მეთქი გალაქტიონის ხელია და მე ყველა ლექსზე ლადოს მინაწერია გარდა გალაქტიონის ლექსისა. თავისი ორი ლექსი არის ჩაწერილი. მაშინ როცა ლადო მეგობრისადმი გაგზავნილ წერილს ასე ასრულებდა ჩემი ფილტვების მიხედვით მე მალე უნდა მივიცვალო, მისი ლექსების ყოველი სტრიქონი უშიშარი იყო. კილო კი ლაღი. იმ დროს ხშირად დადიოდა აბას თუმანში. იქ დაწერა სასაფლაო. მანანას მიუძღვნა. ხან სამსახური უკეთებდა საგზურს, ხან დედაყიდდა, ხანდახან ლადოს ნიფტის გაუყიდია, ხანდახან თავისი უკანასკნელი ფეხსაცმელიც რომ საგზური ეშოვა და მიდიოდა თითქმის ყოველთვის. პური არ იშოვებაო, რაღაც ახლა ძალიან ძნელიაო და მოკლედ დედა ეხმარებოდა ყველანაირად. აივანზეა გადაღებული სწორედ ეს სურათი და ხეივანსაც ლადოს სახელი ქვია.
ხშირად ადიოდა ხოლმე აბასთუმანში, მაღლა ობსერვატორიაში და იქიდან გადმოხედავდა ხოლმე აბასთუმანს. სასაფლაოც, აბასთუმნის სასაფლაოს შტაბონები. კი, იქ ნახა, ყველაფერი არაფერი იქნებოდა, რომ არ არის ნაკადულიო, რომელიცო მოჩხებსო მთიდანო და ორად ყოფსო საფლავსო. და სიცოცხლე უშიშარი და როგორც თუ სასაფლაო სიცოცხლე უშიშარი ლექსია გამოყენებული. ტელეგრამა გაუგზავნა დედაჩემმა, მამიკო გიგზავნი შენს პირველ კრებულს ლადო გუდიაშვილის მხატვრობით. მან იცის რომ მალე გარდაიცვლება და აი შეეძინა გალიშვილი და ხო წარმოედგინეთ მისი საოცარი სიხარული და საოცარი აი ცამდე ასული რაღაცა სამადლობელი ღმერთისადმი. ეს ლექსი მისი ეს მანანას რომ ახსენებს იმ ლექსში, ნუ ეს არის რაღაცა საოცარი რამ, სასაფლაო ქვია. ამაზე უფრო ღრმა და მგრძნობიარე რა უნდა დაწეროს პოეტმა რა. მანანას როგორ ეფერება, როგორ ესიყვარულება, როგორ ფიანდაზად ეფინება, რაღაც რაინდულიც არის ამავე დროს ეს ლექსი. არავით არის ცრემლი და არავით არის ესე იგი ტკივილი. სკოლის მოწაფე ვიყავი ეს ლექსი რო წავიკითხე და ისე მინდოდა გამეცნო ეს მანანა. მამაჩემს ვეკითხებოდი ხოლმე, ყიოვნის შვილი ყავს ომასო მანანა, პატარა გოგო იქნება, შენ ხელა იქნება დაახლოებით. დიდი სიხარული იყო ჩემთვის, როცა მე უნივერსიტეტში ერთად ესე იგი მე და მანანა ერთად ვსწავლობდით. მოსიყვარულე, თბილი, კეთილშობილი, ცოტა სევდიანი თვალებით მაინც იცით, იმიტომ რომ მამის დიდი ტკივილი, ასეთი მამა რომ აღარ ყავს რაღაცა, შეუძლებელია ესე იგი მთელი გულით იცინოდე და მთელი გულით იყო რაღაცა აუცრად ბედნიერი. მანანას ასეთი იყო ისეთ რაღაცა არ იყო მოკისკის მამის ხსენებაზე თვალებანთებული. მამაჩემის მონაყოლს უყვებოდი ხოლმე როგორი იყო ლადო, ჩვენს თაობაში რომ მოდიოდა ჟურნალი იყო ასეთი. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, როგორ უყვარდათ ერთმანეთი, როგორ ახარ დიმიტრი ჯან, იმ ლექსიაც როგორ ჩანს ეს ყველაფერი. მომენატრა დიმიტრი ჯან, ძველებური გამარჯობა შენ, თაობა გაგიმარჯოს შენ დიმიტრი გამარჯობაო. შენ კაცი ხარ, კარგად იცი, ბულიონს რომ ყავრმა ჯობს, შენს ვაშკაცურს ითამამეს, შენს ბიჭობას გაუმარჯოსო. ამას რო გეტყვის ლადო ასათიანი, ბედნიერი უნდა იყოს. მანანა თავისთავად ეს იყო აი ლადოს ალიკვალი, რომ არ გცნობოდა ისა რაღაც შინაგანად გექნებოდა ის აზრი, რომ ეს აუცილებლად პოეტის შვილი უნდა იყოს. ისეც ასეთი იყო, რაღაცა ისეთი პოეტური იყო, თავისი ქცევითაც, თავისი მანერებითაც, თავისი ლაპარაკითაც სხვათა შორის. და მით უმეტეს რო წაიკითხავდი ამ ლექსს და გაიგებდი რომ ის ლადო ასათიანის შვილია, ნუ ჩემთვის მანანა იყო მოსაფერებელი ავტორიტეტი. შინაგანად მასთან ერთად იყო მამა ყოველთვის. რაღაცა ის განცდა მქონდა ხოლმე, რომ დავინახავდი მანანას, ესე იგი, გადავკოცნიდი და მოვეფერებოდი. გეგონება ლადოს ვეფერებოდი, რაღაცა ის განცდა მქონდა. რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს. ასე ბოლომდე უშიშარი იყო ლადოს ყოველი სტრიქონი. სულ გარეთ გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა. ასე მგონია მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ დავინახავ თბილისის ზეცას. მანანა ასათიანს სჯეროდა რომ ეს სიტყვები წამოსცდა თავის უშიშარ მამას. 1953 წლის 23 ივლისის დილას პატარა ქალიშვილს და მონატრებულ მამას რომ უხმობდა. ლეჩხუმიდან ჩამოსულს უკვე შვილი გარდაცვლილი რომ დახვდა. ერთი ხელი აწია მაღლაო და მათქვაო ეს მანანა იყო თუ მამა ვერ გავიგეთ. მამა რო გარდაიცვალა ნათლიებად კონსტანტინ გამსახურდია, სიმონ ჩიქოვანი, ნიკა აგიაშვილი და ლადო გუდიაშვილი იყვნენ. მე რეცოლებმა მომართეს. ბაკის სასაფლაოზე დავყავდი დედას. და ჯოხს ავიღებდი ხოლმე და ჭიანჭველები იყო ძალიან ბევრი და ვკლავდი. წამოდიო კაცო, რამდენი ხანი უნდა იყო აქ? უნდა მოვკლა, მამას შეჭამენ მეთქი, ჩავლენ და მამას შეჭამენ. და მომოკიდებდა ხოლმე ხელს და წამომიყვანდა ის. ერთ ხელ გზაში შემოხვდა შალვა აფხაიძე. მე 5 წლის ვიყავი, რა ქვია. სულ დავყავდი. გრუზავიკით მივდიოდი თხანდახან. შალვას მოუყვა დედა მამას, რომ ასე ჭიანჭველებს კლავს და არ მოდის. ბატონმა შალვამ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა.
მგეშინია ჩემო მანანა ჭიანჭველები მამაშენს ვერაფერს დააკლებენ. მე მახსოვს პირველი საღამო ლადოსი, რომელიც მწერალთა კავშირში გაიმართა იქ ანა კალანდაძემ წაიკითხა ლადოსადმი მიწყვნილი ლექსი სასაფლაოს გაზაფხული. სერგო ზაქარიაძე გამოვიდა, მე პატარა ვიყავი და ხელით გადამატარეს, იცით ეს ბევრი ხალხი იყო და პირველ რიგში აღმოჩნდა სერგო ზაქარიაძემ სასაფლაო წაიკითხა და ცრემლები ჩამოსდიოდა და მეც ავტირდი. და რადგან მერგო ვიყო პოეტი, ჩემი ცხოვრების ამედის წერო, რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ მხოლოდ უნდა ლექსები წერო, რადგან სხვა რამე სიმღერის გარდა ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, ჯერა ამდიად ბუნების კართან, მე თვით სიკვდილსაც გარდა ვქმნი ლექსად. მანანამ ვერ მოისურვილა მამა, ბოლომდე ვერ ჩაიკრა გულში, ბოლომდე აი სიყვარული ვერ აგრძნობინა, რაც ქალშეულია, შვილ ქალშეულია აგრძნობინოს მამას. ამითაც დაშაგრული იყო ლადო ასათიანი და ამითაც აი შვილის მოუფერებლად წავიდა ამ ქვეყნიდან. ესაც საოცარი ისეთი ტკივილი იყო ალბათ მისი. მანამ მე ვიქნები ცოცხალი, ესე იგი მანანა იქნება ჩემთან ერთად უეჭველად. ეს მანანა ასათიანის ბოლო სურვილი იყო, ლადოს საფლავის გამშვენება. აუსრულდა ეს სურვილი მამის თვალხატულას, ლადოს მანანას. როცა ის გარდაიცვალა, ლადო ასათიანის მშობლიურ ლეჩხუმში ასე თქვეს: ლადოს მანანა გარდაიცვალაო. დიახ, ლადოს მანანა მთელი არსებით რომ გრძნობდა, როგორ ასდიოდათ ალმური მამის სტრიქონებს და სჯეროდა რომ არასოდეს გაქრება ის სინათლე, ქართულ პოეზიაში ლადო ასათიანმა რომ შემოიტანა.